ერთადერთი რამაც შეიძლება რომ ეს პრობლემა გახადოს გაცილებით უფრო ნაკლებად დამაზიანებელი ალბათ არის საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, ის რომ ადამიანებმა დროულად ამოიცნონ მშობლის კომპეტენციებს აქვს აქ ძალიან დიდი როლი ბავშვს კონდეს მინიმალური ცოდნა თავისი პირადი სივრცის და ზოგადად აი ამ საკითხებთან დაკავშირებით მაგალითად 3 წლის ასაკიდან უკვე შეიძლება ბავშვს უთხრა რა არის მისი პირადი სივრცე და რა ტიპის შეხება შეიძლება მის სხეულთან იყოს საზიანო. ეს ცოდნა უკვე 3 წლის ასაკიდან აი საბავშვო ბაღში მუშაობდით. იცით რა, უამრავი რაღაც მაგალითი ვით რომ გითხრათ როგორ შეიძლება უამრავი პრაქტიკა არსებობს ამის საშუალების ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ვებ გვერდზე არის ძალიან ბევრი მასალა და მათ შორის არის მაგალითად ესეთი ანიმაციური ფილმია ხელზე და იმ ხელით შეხებაზეა ძალიან მარტივად გაიგებს ბავშვი დაუშვათ აი იმ შეხების ფორმიდან გამომდინე რა ტიპის შეხება შეიძლება იყოს მისთვის საზიანო. ძალიან მარტივად ეუბნები ბავშვს. აი მაგალითად მშობელი ხარ, ხო? და უკვე 3 წლის არის ბავშვი, საბავშვო ბაღში შეიძლება წავიდეს, შესაძლოა უკვე ეზოშიც გადის თანატოლებთან სათამაშოდ, ან მეზობელთან გადის, უკვე ის ასაკია, როცა ასეთი ინფორმაცია მას უნდა ქონდეს. მარტივად ეუბნები, რომ აი ეს ადგილები, რომელსაც ადამიანები საცვლებით იფარავენ, არის ადამიანის პირადი სივრცის ნაწილი, ინტიმური ადგილები, ეს სიტყვა ახლა ვერ გაიგოს და ამ ნაწილებთან შეხების უფლება არავის არ აქვს. და მათ შორის შეიძლება აუხსნა რა შემთხვევაში დაუშვათ რომ ექიმთან მიდის, თუმცა ექიმთან ყოველთვის ბავშვი უნდა იყოს მშობლის თანხლებით, ხო? ჰიგიენური პროცედურის დროს, თუმცა აქაც შეიძლება რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ მინიშნებები მისცე ბავშვს და ასევე უხსნი მაგალითად აი რა ტიპის შეხება არის დამაზიანებელი. და ყოველთვის აი ყველაზე კარგი მესიჯი ბავშვისთვის არის ის, რომ აი სადაც შენ სულ ცოტა მაინც შიში გაგიჩნდება, იგრძნობ რომ რაღაც ისე არ არის, ხო? შენს თავს ენდე დაუჯერე და ყოველთვის უთხარი ამის შესახებ დედას, მამას ან შენთვის უახლოეს ადამიანს, ხო? ეს კიდე ერთ-ერთი მთავარი დამცავი ფაქტორი ბავშვისთვის არის ის, რომ მასსა და მშობელს შორის კომუნიკაციის კარი იყოს მუდმივად ღია. ბავშვმა იცოდეს, რომ აი როგორიც არ უნდა, როგორ რა მდგომარეობაში არ უნდა იყოს ის წაქცეული, მოთხუპნული, დამარცხებული ეზოში თამაშის დროს, ორიანი მიიღო, ვიღაცამ გააბრაზა, თუ რაღაც გაუხარდა, აი ყოველთვის შეეძლოს ამის მშობლისთვის გაზიარება.